ფიქრობ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაცემა. თავარი, რაც გამოაჩინა დღევანდელმა შეხვედრამ, გახლავთ ის, რომ ორივე მხარე სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ორივე მხარე არის მოწოდებული, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდი, იყოს მშვიდობიანი და იყოს დემოკრატიული. პროცესი გრძელდება, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და კონსულტაციებს. მომავალ შეხვედრებზე ჩვენ გავივლით ყველა კონკრეტულ საკითხს, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პერსონალიებს, რომელიც უკავშირდება უკვე კონკრეტულ გზებს, რომლითაც მოხდება ხელისუფლების გადაბარება, მაგრამ მინდა აღვნიშნო დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი. დღეს გამოჩნდა, რომ ყველა ეს პროცესი წავა კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციის ჩარჩოში. დღეს გამოჩნდა, რომ მხარეები არ აპირებენ ერთმანეთისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას და ქვეყნისთვის პრობლემების გამოწვევას და დღეს გამოჩნდა და დადასტურდა, რომ ორივე მხარეს ესმის და იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მშვიდობიანი მომავლისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს მართლაც კარგი დასაწყისი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მომავალ შეხვედრებზე ჩვენ შევძლებთ გავიაროთ და შევთანხმდეთ ყველა კონკრეტულ საკითხზე და შევძლებთ იმას, რომ მართლაც პირველად ჩვენს ისტორიაში მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება და ამან არ მოიტანოს ნგრევა, არ მოიტანოს არეულობა, არ მოიტანოს კრიზისი, არამედ მოიტანოს ის, რომ საქართველო იქნება უფრო დემოკრატიული და უფრო ძლიერი ქვეყანა. საუბარი ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ურჩია პრეზიდენტს, რომ გადამდგარიყო ამ თემაზე თუ იყო საუბარი. ბატონმა ივანიშვილმა განმარტა ამ თემაზე მისი პოზიცია, ამის თაობაზე იყო წერილობითი განცხადებაც, ამის თაობაზე იყო საჯარო განცხადებაც, ამიტომ ბუნებრივია ამ თემაზე დღეს საუბარი. კონკრეტული მინისტრების პოსტებზე მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატურები და რაც შეეხება კონკრეტულ მინისტრებს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და დღევანდელი ხელისუფლება არ აპირებს რაიმე ტიპის პრობლემების შექმნას გადაბარების პროცესში. დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება შემოიტანოს საკუთარი კანდიდატურები. დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება ძალოვან მინისტრებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ამ მექანიზმის და უფლებამოსილების გამოყენებას, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების ბლოკირებას ან ხელის შეშლას. ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულ კოალიციას, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, ექნება სრული უფლებამოსილება და კარტ-ბლანში იმისთვის, რომ წარმოადგინოს ნებისმიერი კანდიდატი და ამ კანდიდატებისთვის ხელის შეშლა არ მოხდება არანაირი ფორმით. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის ნაწილი. თუ ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, თუ ჩვენ დავიწყეთ კრიზისების შექმნა, ბუნებრივია ეს ვეღარ იქნება მშვიდობიანი და სტაბილური პროცესი. სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ორივე მხარეს გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ხელი არ შეუშალოთ ამ პროცესს და ჩვენ ხელს არ შეუშლით და დავთანხმდებით ნებისმიერ კანდიდატურას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. ქართული ოცნების პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას და იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ორივე მხარეს ეს გვესმის და არანაირ ხელის შეშლას არ ვაპირებთ. შესაბამისად, ყველა კონკრეტული კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნების მხრიდან და ჯერჯერობით მეც არ შემიძლია გითხრათ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ იცით კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით.